გამოიწერე კომპიუტერის YouTube არხი, რომ არ გამოგრჩეს ახალი ეპიზოდები. პრომოკოდით კომპიუტერი მიიღებ 30%-იან პასდაკლებას Punchline თერაპიის ჩაწერის ბილეთებზე. შევხვდებით პარასკევს 14 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში. გელოდებით! როგორ ხართ მეგობრებო? დავიწყოთ ამით. მე მაინტერესებს როგორ ხართ, იმიტომ რომ თქვენ თუ გონიათ რომ ჩვენ ერთმანეთს ხვდებით. არა, იმენა არ გვინახავს ერთმანეთი წელიწად ნახევარია. როგორ ხარ ანასტასია? როგორ, შენი თიმშობიარე რაღაც საკეისრო იყო, ხო? ჩემი თიმშობიარე. ამაზე შეგიძლიათ ტაში დაუბრათ. დიახ. შენი თიმშობიარე რას ნიშნავს? პირდაპირ ნიშნულობით, და არა. შენი თიმშობიარე მე ეგრე მესმის, რომ სადღაც მარტო ვიყავი იმაში. ქოხში. არა. სკაში. ფუტკრის სკაში. მე მეგონა სკაში კაფეშია, რატომ და მარტო იყო სკაში, ხო? სხვათა შორის ძალიან მენატრება ორსულობა და მშობიარობაც კი ძალიან მიყვარს. მშობიარობაც კი, მართლა. და ეხლა დავაბულინგე ჩემ მეგობარს, რომელიც მარტში უნდა იმშობიაროს, რომ მე უნდა ვიყო მისი დულა. იცი რა არის დულა? დამხმარე. ხო, ვიღაცა ვინც გეხმარება და ეს აკეთებს, რომ შენ კარგად რო იყოთ მშობიარობის პროცესში. და მე ვთხოვე, მე ვთხარი რომ პულს გადაგიხდი. გთხოვ. შეიძლება რომ დაგეხმარო. და მე მგონი თავის უსაფრთხოების მიზნით და დავხმე ამაზე. რა გიყვარს მშობიარობაში რა? მაგარია. ეს მომენტი მიყვარს ძალიან. თავი! არა, იცით როგორ გიხსნათ? რაღაცა ჯადოსნური რამე რო პირველად ხედავ ადამიანს ესე მართლა მშობიარობაზე ლაპარაკობს. მაგრამ, ოკეი, ორსულობა მიყვარს. ყველა ამბობს, ვაიმე, ანასტასია რა კარგად გაიმოიყურები, ვაიმე. არასდროს არავინ არ მეუბნება ეგ მის შემდეგ რაც ვიმშობიარე. მაგიტო მენატრება. მშობიარობა როგორც პროცესი ჯადოსნური რამე, მაგრამ ის რაც ხდება მერე ეგ არ მომწონს. და მაგიტო არის უკვე ადამიანი. ხო, არა, იქ, იცი, უკან მშობიარე დავშეყდეს მგიდი. მაგალითად просто გამოვიდეს და მე რამე ესეთი ესკალატორი დავუდოთ. სადმე წავიდეს. სკანერში გაიაროს და არა, ძალიან რთულია. რამოდენიმე დღის წინ ვიღაცა ორნაბიტში მეკითხებოდა. თქვენ ხო ხართ ის ანასტასია ბენდუკიძის მილიონერი, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ? და მეთქი. კონტენტს იღებდა რამეს ვიდეოთი მოვიდა თუ უბრალოდ? არა, უბრალოდ მეკითხებოდა და მეთქი ორნაბიტში ვყიდულობ ჩემ პროდუქცია, რაღაცებს ვყიდულობ და რატო ყიდულობ ორნაბიტში მართლა? რატო უნდა ვიყიდო ორნაბიტში რაღაცებს? ზე მაგალითად ვყიდულობ, რომელიც შეიძლება აგროხაბშიც არის, მაგრამ ორნაბიტში უფრო იაფი არის და რატო უნდა გადავხადო მეტი? რომელი რძე არის ორნაბიტში? რომელი? მე როგორც ორი ნაბიჯის მომხმარებელი. ოღონდ ნამდვილი. Oh my god! მე სიამაყით მომძღნერიან რძეს, მაგრამ ეხლა ანასტასია ბენდუკიძე რატომ არ ყიდულობს ბიო მრავალფეროვნებით? ეხლა შეველჩი ორი ვიდან რო არის მტრედების ზუზოებიდან რო არის მოწვეული. არა, მართლა პრეზიდენტის კარაქვს ვიღებ, რომელიც პასდაკლებით სულ, ბარათი თუ გაქვთ ძალიან შეიძლება, შატილის მერე ლაინი არის. არა, it's okay რა, სხვათა შორის ძალიან კაია. მე ვიყიდე თემუზე ვიყიდე ახალი ფრანგული საკარაკე, რომელიც წყალში უნდა გქონდეს ის კარაკე. მოკლედ. ძალიან ჩვენ 2 მილიონს რა უქენი ეგ. ეგ 20 თეთრი გავიგეთ. იმას ეს კუპონით მოიგე. ხო, 400 ლარიანი. 8 ტრიალებს, 400 ლარი დაჯდა, ვაუ. მიდი შენი დედა მოვა. ზევსი დავიჭირ. კარგად თუ მოიქცევთ, მე გაიგებთ. ბევრი რამე გავიგეთ უკვე.
ძალიან და არ ვიცი. შენ როგორ ხარ იკა? მე ძალიან კარგად, მე ძალიან აქტიურად დავდივარ პროტესტებზე. არა. ონისე დადეს მე არ დავდივარ. არა, მეც დავდივარ, მაგრამ ონისე გახდა გმირი. ონისე გახდა გმირი. ხო? აბა? ხო. ბიჭო, სხვადასხვა შენზე წავიკითხე 2000 დრო დადგა, ძალიან მიხარია რომ მაგდეს მიაღწიე რომ შენზე ვკითხულობ რაღაცებს. აქამდე ონისე რაღაცებს ვკითხულობ. ემაზე სახზე რო ეწერა. მაგრამ ეხლა რო ვკითხულობ მაგას. მიშას მწოველი და რაღაც. ხო და შენ წავიკითხე რომ დინამოზე მიხვედი. და ეუნებოდი გულშემატკივრებს რომ ანუ ეხლა რო აქ თქვენ რო აქ ეხლა ნუ ხო და რომ შენზე წაიკითხე მე მეწერა მე თვითონ დავწერე. ანუ ისე უნდა თქოს New York Times-მა ჩემზე piece მოამზადა რაღაც რა a young man who would go to a stadium. არა, სხვამ დაწერა. შენმა მართლა? დედაში. მამა შენმა დაწერა შენს. ბიჭო, არა, შენი მეგობარი იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ დაწერა იმ ადამიანმა. ანუ ძალიან მე იგი ის კითხვა და გამიჩნდა და ვერ კითხე ამდენი ხანი, რომ რამე აგრესია არ შეხვდა. ბიჭო, სხვა შორის არა რავი რა. ანუ მე დავამუღამე ამ ბოლო პერიოდში რომ მარტო როცა აკეთებ რაღაც პროტესტს ის არ მოდიან და ეგრე ანუ როცა დიდი ჯგუფი არის და რაღაც მაგ დროს უფრო ხოლმე აგრესია. შენ მაინც მეგობრები არ ყავს და მარტო დაგიხარ ხო ის? ხო, ნუ ესეთი. და რავი, ეგეთი აგრესია არ ყოფილა რა. ერთმა ტიპამ იქნა. ეგა. შენი ყოველდღიური ამბავი. სხვა არაფერი. რა არისო? ჩემი ყოველდღიური ამბავია ჩემი. ყოველდღიური ამბავია შენი. ვიღაცა ქუჩაში რომ შეხდება. ესე მიგე. როგორ აბედნიერებ ხალხს ძალიან მიხარია. სხვა შორის გუშინ შევიტყვეთ რომ პოლიციელებიც გვიყურებენ და ჩვენი ფანები. ხო. ქვევით. არ ვიცი ხო? კი. აქ ხო არ არის ეგ ადამიანი. აუ ძალიან გაიხმარდა ჩემ. როგორ მეშინოდა იცი რომ მოსულიყო. მაგრამ ძალიან მაგრად მევასებით. ჩავარწყი ხელი. კამერა გიღებს. არ ვიცოდი პოლიციელებს თუ გვიყურებდნენ. მაგრამ ხო აშკარად ბევრ ადამიანს სჭირდება თერაპია. კი, რეჟიმი ყანყალებს, პოლიცია ჩვენ გვიყურებს. ფაქტია. გეშინებას. ანუ ესეთი ეს მეგონი ის ბიჭი არის რომ წერა 16 წლის ვარ და მშობელთან ერთად თუ შეიძლებაო? არა? დავითი. არა? პირადობას ამაუზებ. მედი. არა, 18 ვარ მართლა. თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, აი 18 ვარ. 18. ოკეი. რა ქვია? დემეტრე მქვია. დემეტრე. სასიმონო დემეტრე. ჩემთვისაც მართლა. მართლა ჩვენთვისაც. რა ფაკულტეტზე სწავლობ? კომპიუტერულ მეცნიერებებზე და მათემატიკაზე ვსწავლობ. მე რამდენი კურსზე? პირველზე. ეხლა ჩააბარე. ეხლა ჩავაბარე. ოკეი, ჯერ გიწერი, ოკეი. არა, ძალიან რთულია კომპიუტერულ მეცნიერებაზე სწავლა და მაგიტო. ხო, აი გამავთქეს უფრო სკორ. კაი, მაგაზე არ გვინდა ახლა რა. ოკეი. მეც წარმოედგინე. ხო. კაი, ევრი წამი გაჩუმდია. ეს უკვე მისი გადაცემა. ჩვენ აქ დეკორაცია ვართ. მედი შენები არიან. დეკორაცია რომ ყოფილიყავი უკეთესად გამოიყურებოდი. ხო და დეკორაციები რო ყოფილიყავით, მაგიტო თქვი რომ არ გვინდა თქვა რა. აი, არ გვსემო ბრო, არა უშავს. თქვი, რა არის შენი პრობლემა? პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ თმაზე მაქვს პუწი. ხო, არა, კაი ხო. ხო და თმაზე იმიტომ მაქვს პუწი რომ არ ვიჭრი რა. იმიტომ არ ვიჭრი რომ მეშინია ცვლილებების, ასე თუ ისე. ისი? ცვლილებების. როგორი ცვლილებების გეშინია? აი, მაგალითად თმის შეჭრის. მაგალითად, რითი? თმის შეჭრის მაგალითად.
მის შეჭრის გეშინი. აუ, ანასტასია რა იყო? არ სატაჭრით მას? აი, ახლა მეორე პრობლემა გამოიკვეთა ის, რომ ადამიანები მიყვარ ძალიან რა და ძალიან კეთილი ვარ მართლა. ხო და ზოგი ადამიანი ის რაღაც ვიძახი, ვაფშე არ გულისხმობ ცუდ რაღაცას, მაგრამ შეიძლება გაიგონ და ჩამითვალონ როგორც ცუდი რაღაც რა. აი, ახლა მაგათად რო ვეიაზრები, საერთოდ არ ვეიაზრები ტასოს. ტასოს თუ რა დაანძრე. ანასტასია ადამიანი გაუშინა ურდი, მაგრამ ხო. შეიძლება რომ მაგითო ხალხი ფიქრობს რომ შენ რა ვარ? უბრალოდ 18 წლის ბავშვს ეუნები მაგ ადამიანს ბავშვს არა. ანუ შენი უნივერსიტეტის დერეფანში უნდა შეხვდეს. მისი ბრალი არა ჩემი. როგორ უნდა მიესალმო? ხო. არა, შეგიძლია არ თუ გინდა არ ამოვჭროთ, მე არ მაქვს პრობლემა. შენ რა, სწორად გავიგე ხო რა? არა. ანუ მივიღებ რა, მაგრამ რა. არა, ნახე. მიიღე როგორც კაცმა. უბრალოდ შენ რო დაიწყე ახლა ხო საუბარი და ეგრევე თასო დამეწახე და თასო საიდან ვარ? შენთვის. ან ცუდად არ მithkoms რა მართლა. აი ეს ანასტასია. ამაზე ვამბობ რა. და ის რა შუაში იყო ის სიტყვა რაც დამეწოვა. ბოდიშს გიხდით. ანუ თუ გინდა მშობლებთანაც ვისაუბრებ თუ ტრადიციამ. დემეტრე, მომიყვები თუ შეიძლება. როდის ანუ სხვა ისტორია. როდის მოხდა ეგრე რომ შენ ფიქრობ რომ შენ ხარ კარგი ბიჭი და მე ვიღაც ამბობს რომ შენ ხარ წოდი. არა, აი მასე შეიძლება არა, მაგრამ აი კიდე ის არის რომ ხალხთან მე პირველი არ მივდივარ რა, არ და ძალიან კომუნიკაბელური ვარ, უბრალოდ როცა თვითონ მიცნობე რა. ხო და აი მაგალითად სხვა რომ მიყურებ შორიდან და მე არ ველაპარაკებ, შეიძლება ცუდ ტიპი გონი ვარ და მაგიტო არ მიცნობს. და მე თვითონ მოდი და მე მელაპარაკებ, მე მეუბნები რომ კაი ტიპი ხარ რა, შენ კაი ტიპი ყოფილი ხარ, რატო არ გელაპარაკებოდი აქამდე. Which was I ვიცი, შენ უნდა კონდეს მაისური, სადაც მე ვარ დიმიტრი, ან მაგალითად და ეგრევე ხალხი მე ვარ დემეტრე და უზურგზე გამიცანით თვითონ რა მე. უკაცრავად? და სულ ესე იარე. და თმაზე პუცი. ხო. ცოტა ეგენი იყო 18 წლის ადამიანის პრობლემები ბოდიში. აი, რამე უფრო ისეთი ხარ ყოფილა რაც შეგეხო. აი, მასე ძალიან არაფერი. მაგრამ შენ რატო ფიქრობ ასე? ვინმე გითხრა რომ არა, ანუ მასე ძალიან სერიოზულად არა, მაგრამ უყურეთ, ხალხთან კომუნიკაცია მიყვარს ძალიან მართლა ლაპარაკი და ყველაფერი და აი, საერთოდ ყველასთან რო ლაპარაკობ, ეგეც ჩემთვის პრობლემაა უკვე. აი, ისე ვარ. აი ყველასთან მინდა ლაპარაკი, ყველა მინდა გავიცნო, ეხლა აქ ვინც ხედავთ, სიამოვნებით ყველასთან ცალ-ცალკე ვისაუბრებ. ADHD ხომ არ გაქვს შემთხვევით? რა მაქვს? ADHD. როგორ არის ქართულად? მაგ თორ არ ვიცი. გაფანტული არა, ბიჭო, ბავშვია. გაფანტული ყურადღების რაღაცა. ჩვენ ვართ თერაპევტები. გაფანტული ხარ რა. უნივერსიტეტში ყავს მეგობრები ისე? კი, არა, ძალიან როგორ გაიცანი? მასე არა. ძალიან ეს რისკოვრება მაქვს. საერთოდ ყველასთან მინდა ლაპარაკი მეთქი და გაცნობა ყველას. ეგ რატოა პრობლემა? რა ვიცი, ჩემ მოდი ესე ვქნათ. შენ გარეთ დადექი. ოღონდ ეხა არა ჩაწერის მერე. და ყველას ვისაც გაგიხარდებათ 18 წლის დემეტრესთან საუბარი და არა მხოლოდ საუბარი. არა, ეგენი არის. მის პუწზე შეხებ, არ ვიცი რა. რეაქცია მომნებს. როგორ? რეაქცია მომნებს ეს ცხოვრებაში. ცხოვრებაში, აი ცხოვრებით დატკბობა მიყვარს ძალიან რა. ოღონდ ისა ზოლს ხო? აი რო გავდივარ დილ სკოლა, უნივერსიტეტში ან სკოლაში რომ მივდივარ და რო ვიყურები გარეთ. ტიპი არ არის 18 წლის. დილით რომ მივდივარ ხოლმე სკოლაში. სკოლა დაამთავრა. ანუ ჯერ უნივერსიტეტში ერთი კვირა, ორი კვირა. ხო, კაი, მე ახალი დილით რომ მიდიხარ? სტუდენტია.
უნივერსიტეტში და ავტობუსში რო ადიხარ? არა, აი ავტობუსამდე სანამ მივალ მაგალითად ჩემს ახლამდე რო უყურებ რომ ზემანათებს რაღაცა ძალიან ლამაზი რომ მწვანე რო არის ყველაფერი, აი ეგ მაგრამ რატომ გითხეთ ეს ამას ავტოკოპოს ხო? რა გაბედნიერებს? ეგ მაბედნიერებს ხო? აი დილს რო გავუღიძებ რაღაც ცოცხლად გრძნობ თავს რა, ეგ მაბედნიერებს ხო მაგალითად. რამეს ხომ არ სვავ? რაც სვავ, მე უნდა დავლიო. მე მაკლია ახლა ეგ და ისე მითხარი მე შინაურად. რავი, არაფერი ის დალევა არ გჭირდებათ, პროსტა გაეთ და დატყვით, მე მას ვშვები. ანუ არ სვავ, მაგრამ რამეს სხვა. საერთოდ არაფერს არ ვსვამ. ნუ, არა. აი welcome-ზე დავლიე, ეხლა რო გქონდა. welcome-ზე არ გქონდა არა. გარეთ დავლიე და ქვევით ზევით ავედით მე. და კიდე ის პრობლემა მქონდა რომ 9-ზე რატო დამთავრდა welcome. 5-ზე დაიწყო. 5-ზე კი დაიწყო. როდამდე უნდა იყოთ უნივერსიტეტში ბოდიში? ბიჭო, ნუ ამოდი ხართ აქ ამ ადამიანზე რაღაც რატო არ არის უნივერსიტეტში ის შეეძი? ერა სკოლერი რატო არ მუშაობს? ბიჭო, ანუ განათებები მოგვაქვს აქ რაღაც კამერებს ვაყენებთ, ხალხი დგას ეს რაღაცა. ბიჭო, რატო არ მოიცემ. ლექციები რატო? ბოდიში ხთი მართლა ხალხთან რა, ძალიან შიდა თემები თუ წამოვჭერი, მაგრამ არა, ეს არის ხუმრობა. კაი. შენ არაფერზე არ გაქვს ბოდიში მოსახდელი. მალო. შენიერი სასწაული ცხოვრება გაქვს. ძალიან მაგარი მზით უთქმები იმენა. რატო? ხო, რავი, რატო არა რაღაცა რატო არა თონე? არ ვიცი. შენ რას ფიქრობ, შენი პრობლემა რა არის? აი პრობლემას რო დავარკვათ. არა აქვს პრობლემა, მართლა. კაი. ოკეი. არა, კაი, გაქვს ამ პრობლემა. ძალიან კარგია. ხო, რატო? ძალიან. კაი, ეხლა რა მოთხოვნილება რა გაქვს? ვინმის გაცნობის? მასე არ მაქვს. აი მასე ძალიან გაგიჟებულია რა, მაგრამ სიამოვნებით. მაგრამ ძალიან გაგიჟებული. ტრაკი და დარჭერილი ტყავი და თან გაგიჟებული არ ვარ, მაგრამ ხო. ვაზღარ ვინმე გაასწორებდა დღეს. ხო, შემდეგ გამოსვლას შეიძლება ამოუჭამე. არა, მშვენიერი სტუმარი იყავი, თუ ეგ მოთხოვნილება გაქვს, მართლა გარეთ დაგხვდებიან. ძალიან სიმპათიური ბიჭი ხარ, ძალიან, კი, ძალიან. მართლა. ხელი აცეთ რამდენი გაიცნობთ დემეტრეს რო გამორჩება? ვაუ, 1 2 3 4 5 6 7 ბრო. მეგონი კარგად ხარ. სიამოვნებით, მაგრამ მე ვიძახი მეგობრებს. ბიჭო, რატო ჩაიჯვი საღამოში იმენა? აი, გოგოსთან ერთად ვარ და მაგიტო ვიძახი. გოგოსთან ერთად ხარ? ოღონდ მას ანუ შენ ხარ ამ გოგოსთან ერთად ხარ? აუ, მასე არა, მაგრამ ანუ უხერხულში რო არ ჩამეგდო უბრალოდ ეხლა მაგ. არ ჩავარდე უხერხულში. უკვე. ანუ მე დავინახე რომ არ ჩავარდე უხერხულში, ყველა შენ გიყურებს, არ ჩავარდე. თუ შეიძლება ეკრანზე რო გაუშვათ. რო არ ჩავარდეს უხერხულში. საპროექციოდან. ორი სიტყვის გაცვლა შეიძლება? Я не понимаю. არა მე მავარ. არ მესმის. გესმის ყველაფერი ხა. თიკა არის ძალიან მორცხვი რა უბრალოდ და ვინ? თიკა ქვია. გაუბაზრა ეგრე. თიკა ჯალაბაძე არის გიორგის ასული არის ძალიან მისამართი გლდანი მეორე მიკრო. ფათაშორის გლდანელი ვარ. გაიქეცი. თავსუშველე. ხო. ეგა. კაი. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მადლობა ძალიან. იმედია მართლა კაი ბიჭი ვარ და იმედია Bravo! გამარჯობა. მე მქვია ნიკა, ოღონდ გოგო ვარ და პირველი ხუმრობა სადამ იქნება, მშობლებს ბიჭი არ უნდათ. დანარჩენი ჩვენ ეგრე ვხუმრობთ. შენ მშობლებს ბიჭი ხوار. არა, მთელი ცხოვრება, მთელი 27 წელია ეგ მესმის და ვიფიქრე რომ აი ჩემი დროც მოვიდა, შემიძლია სახალხოთ მეც თქო ეგ ხუმრობა. ოკეი. და შენ მშობლებს ვინ უნდათ? გოგო.
გოგო. რა არის შენი პრობლემა? ჩემი პრობლემა არის ის, რომ რეალურად უკვე ჩემთვის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ შევეგუე ამ ყველაფერს. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ეხლა არ ქმევენ კიდე გოგოებს ნიკას საქართველოში. სხვა შორის კი მართლა, მარტო აღარ ვარ. და ჩემი პრობლემა იყო, შემიძლია რა თქვა რაც იყო. კი, ჩვენ ეს past perfect continuous. Okay. თერაპევტები ვართ. Okay. პრობლემა იყო ის, რომ მაბულინგებდნენ, მაგრამ მე როგორც ბულინგი არასდროს არ აღმექვავს, იმიტომ რომ პირიქით ყველა ყოველთვის მიმახსოვრებდა ეხა. ვა, გოგოა და ნიკა ქვია მაგარია. მაგრამ პირველ ყველაზე რეალურ პრობლემას შევეჯახე იყო ილიას უნივერსიტეტში, როდესაც მეგონა რომ უკვე გაიარა ამ ყველაფერმა და უნივერსიტეტში ჩავაბარე. ფილოსოფიას მასწავლე, შთას გავდივართ. ალბათ, გავდიოდი. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, ეს საგანი არის. დიახ. და იქ ლექტორი მთელი სემესტრი მაკვირდებოდა და ძალიან უცნაურად მიყურებდა. ვერ ხვდებოდი რაშია საქმე, მეთქი, კარგად ვსწავლობ ალბათ, ამაყობს ჩემით და კი, ყველა გოგო ეგრე ფიქრობს, რომ ლექტორი უცნაურად უყურებს ხოლმე. მე ალბათ კარგად ვსწავლობ. არა, მაინც ახლა რა უნდა მეფიქრა სხვა. ხო და როდესაც მორჩა ეს სემესტრი, ერთი წამი დარჩიო. მეთქი, უკვე ცოტა უეჭველი რაღაც სწავლაზე უნდა მითხრა. ხო და მეც უკვე კი ბატონო, ეგრე დავფიქრდი მე ზუსტად და საგნები. კარგი, თქვენი აზრით რა კითხვა დამისვა? აი, უბრალოდ მაინტერესებს. ბიჭი თუ ხარ? ბატონო? ბიჭი თუ ხარ? არა, უფრო ისეთი გინდა მაღალი ქულები. ჩემი ვარიანტი ეს არის. აღარ შეიძლებოდა. მიდი, შენ თქვი. შენი. რატომღაც ვიქტორინაში გავიშლე. მიდი. შენი ჯერია. შენი აზრით, 3 წამი გაქვს, მიდი. სექტორ პრიზ. რა კითხა გვაინტერესებს? კარგი, მე ვიტყვი მაშინ ისო. ოპერაცია სად გაიკეთეო? და ეგრევე რა თქმა უნდა მივხვდი რა კუთხით მკითხა და თქვენთვის თუ გინდათ გეტყვით თქო, ისე ვერა. და მაგის მერე რაღაცნაირად ცოტა მარიდებდა თავს და მომიწია სხვა ლექტორთან გადასვლა. ხო და რა შემდგომარეობს პრობლემა ახლა? ანუ შენ ესე მიიღე, შეურაცხყოფად მიიღე? არა, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, დავიბადე საქართველოში 98 წელს, ჩამოვედი მე საქართველოში და მოკეთ, იმის თქვა მინდა რომ ცხოვრობ, თან ალაბარში ვცხოვრობდი და ყველაფერი მაგ გამოვლილი და ამიტომ ცუდად უკვე ვერაფერს ვეღარ. ალაბარიდან ჩამოხვედი? არა, ნახეთ. სად დაიბადე? სამწუხაროდ მოსკოვში, მაგრამ 3 წლის ასაკში ჩამოვედი რა. ხო, всё. ხო და პრობლემაა. აქ. შენ მარტო არ ხარ. ხო, სამწუხაროდ დავიბადე მანდ. მაგრამ მე გამოვასწორეთ ყველაფერი. ხო და როდესაც შენ ცხოვრობდი? მე პეტერბურგში დავიბადე. შენ პეტერბურგში. მოსკოვში ცხოვრობდი. მე დავიბადე კულტურულ, არ ვიცი რა. ხო. არ შეიხო, ხო? არ ვიცი. ხო და რეალურად არ არის თქვა მინდა ამ მთელი ისტორიით რა არის პრობლემა. ანუ მართლა არ ქმევენ ჩემს სახელს და ახლა ხანს ჩემ ერთმა მეგობარმა მომწერა რომ მინდა შენი სახელი დავარქვაო რა ნიკა და მომიყევი რთული იყო თუ არაო. და როდესაც მოუყევი რომ ადრე იყო რთული, მაგრამ ხალხი ახლა უფრო კარგად იღებს, იმიტომ რომ რეალურად არის გამარჯვების ქალღმერთის სახელი, ბერძნული მითოლოგიით. ქართველებმა უფრო ნიკე იციან, მაგრამ რეალურად ნიკაა. აი თავი რო არა აქვს და ფრთები რო აქვს რა, ვინც არიცით. ლურში დგას. ხო და ნიკოლოზი ვიცი. არა. ანუ თქვენ ილიაში რას გასწავლიან არ ვიცი. მასწავლიდნენ? არა. მაგრამ მე ნიკოლოზიდან ვიცი რომ ნიკა მოდის, არა? არა. კაი. ოკეი. ჩარჯებითი დაგუგლეთ, ან ჩარჯებითი გამოიყენეთ. ხო და რეალურად ცოტა მოემზადეთ. არა, უბრალოდ დასრულება მინდა პრობლემის და იმის გამო არ და არ ქვეს, ცოლი იყო წინააღმდეგი იმის გამო, რომ დააბულინგებენ ბავშვსო. და რეალურად მესმის რომ ბერმა არ იცის რომ გამარჯვების ქალღმერთია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სელფაობს ამ ლურში, ამ ქანდაკებასთან, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც მაგას აკეთებს. იმიტომ რომ ნიკოლოზი გონიათ და უფრო უთავო მხედარი გონიათ ალბათ. ხო და ეგ არის პრობლემა, რომ უბრალოდ შეუძლიათ რომ კითხონ და იმიტომ რომ ყველანაირი ხუმრობა არის გაცვეთილი უკვე და უბრალოდ შეუძლიათ რომ იკითხონ რატო ნიკა. ანუ არასდროს ის არ შეგიცვლია ხო ბოლოხმოვანიან რაღაცა მაგალითად ვისაც ანი ქვია ზოგს ანას მეგობრები ნიკის მეძახიან. ნიკის გეძახიან. ხო აი მეც ვიფიქრე რომ ნიკი უკვე ის არის ძალიან კი უკვე უმარტივდებათ უფრო აი მაგალითად
რამე მინაჟის გამო? ბატონა? ნიკი მინაჟის გამო? სავარაუდოდ კი, მაგრამ რეალურად ახლა საფრანგეთში როდესაც ვიყავი, იქაც ნიკას აი როგორ არიცით, საფრანგეთში ნიკოლს მეძახიან მაგალითად. საბერძნეთში ნიკას მეძახდნენ, ანუ იმიტომ რომ ქალღმერთი. სხვა შორის ძალიან ბევრი რამ მქონდა უფასოდ მაგ სახელის გამო რესტორნებში. ხო, ბერძნებთან. რა ვიცი, ანუ ქალღმერთის სახელი ქვია, თან ქართველი ხარ და რაღაცნაირად, არ ვიცი, მოწოდოთ. პიტას გაზი. და ხო, ძალიან ესე ვიყავი. ნამდვილად. აუ მე მინდოდა მეც ვიყავი საბერძნეთში და ხო ისე მქონდა დიძუძუებიანი ქალები შემოვიდნენ ესე. იმიტომ მეგონა ჩაიდე პირში ონისე. შეხო გიყვარს. მიდი ხვილა დაასხით სახეზე. ეს იქო ათენში რო არის სტრესი. მეც ვარ მანდ ხორნისე სხვათა შორის? ხორნისე. ხორნისე. ნუ შენ აღარ ხარ? ხორნისე. გადახვედი შემდეგ სტეიჯზე. მე მინდოდა ჩემ შვილს რომ დავარქვა ლეო. ლეო ძალიან ანუ bro. რაზე ლაპარაკობს ადამიანი ამდენი ხანი? ხო, ნუ მაგიტო არ მე დავარქვა. ვიყავი ერთხელ თურქეთში და თურქები ვერ ამბობენ ალბათ, ანუ შეიძლება ამბობენ და ჩემთან არ ამბობდნენ. კს ვერ ამბობენ კარგად და ირაყლის მეძახდნენ. მეთქი არა, გთხოვთ. კიდე კაი ერეკლე არ მარქვა. ხო და აი ნახე ირაკლის რთული ცხოვრება აქვს, ბიჭ ირაკლის. ძალიან რთული ცხოვრება მაქვს. საბერძნეთში. საქართველოში. და მესმის რომ გოგო რო ხარ და ნიკა ქვია, რაღაც პრობლემთან არის ეს, მაგრამ არ მგონია რომ აღმოიფხვრას ეგ პრობლემა. ოდესმე. მადლობა, მაგ სიტყვას ვეძებ. მეთქი წერია სადმე. მართლა ეგრე ვფიქრობ. ბავშვების მხრიდან ბულინგი არის რაღაც დონეებია. ხანდახან არის ძალიან დიდი დონის ბულინგი, რაც არ ვიცი. დანცუდად შეიძლება დამთავრდეს, ხანდახან არის ხოლმე ლაითი, მაგალითად ნიკა რაღაც ეგეთი. ხო და მე მგონია რომ ლაითია რაღაც პონჩი, ნიკა. არა? ჩვენ ძალიან მე არ განვიცდიდი ესე ძალიან, იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირი რომელი ქალი ნიკა განიცდის? ზაქარიაძე გახსოვთ მომღერალი რო იყო? ნიკა ზაქარიაძე. არა, გონი ლუკა ზაქარიაძე. კი, მახსოვს მე. გახსოვთ? რაღაც პროექტში იმღეროდა. მის ცოლს ყოფილცოლს, აწუქო ყოფილცოლს, ქვია ნიკა. აი მაგალითად მას ქონია ეს ბულინგი საკმაოდ, იმიტომ რომ ჩემზე უფრო დიდია და რაღაცაეთ წლები რო გადის, ბულინგი იკლებსავით ალბათ. მან ძალიან ცუდად გადაიტანა მაგალითად. ესე არისო, ანუ გულთან მიიტანა მგონი ახლოს, როგორც მახსოვს, მაგრამ ჩაწოლილი იყო ხო ნიკა ცოტა ხანი მახსოვს რომ? ვერ გავიგე. შეგიძლიათ გამიმეოროთ, მართლა ვერ გავიგე. იწვა მე მგონი რაღაც პერიოდი ჩაწოლილი იყო. კი. ძალიან რთულად გადაიტანა. კი, ძალიან. მე მგონი რომ ანუ შეიძლება საერთოდ მარიამი დაგირკვეს, მაგრამ მაინც შეიძლება ვიღაცა დაგიბულინგოს, ანუ სახელი არა. რატომ? არა, შენ არა. არა, უბრალოდ შეიძლება. უბრალოდ შეიძლება. პიროვნება ვარ ისეთი რომ უნდა დამაბულინგოს. არა, ზოგადად საუბრობს. არა, სხვანაირად არ ვიცი როგორ გავამართლა ეს. არა, ვამბობ რომ ანასტასია ზოგადად საუბრობს. ანუ მე მქვია ანასტასია და მე შეიძლება რომ მამბულინგოთ, მაგრამ დიდი წვირი, ნუ მაგერთა ცხოვრებაში, ფუ, სკოლაში მაგიტო მამბულინგდამ, რომ აი მე შენ რა დიდი წვირი გაქვს. სხვათა შორის, არ ვიცი სხვათა შორის შეიძლება რომ არა ამის თქვა, რომ მამბულინგდამ, რომ ეგონათ რომ ვარ ლესბო. ეგ პროპაგანდით ითვლება? ვისგან წარმომავალი პროპაგანდა. არ ვიცი, ნუ მოკლედ. ხო, სკოლაში, ნუ ბავშვები ძალიან ცუდი ბავშვები რეალურად არიან ეგეთ ასაკში, 15 წლის ასაკში და მე გადმოვედი დიდი ბრიტანეთში და არ ლაპარაკობდი ქართულად. ნუ, არც ქართულად, არც ინგლისურად. და ერთ გოგოს ძალიან დიდი ძუძუები ჰქონდა და ეს ბი როგორ არის? ფუტკარი ხო ანუ ძუძუებთან ახლოს და მე არ ვიცოდი არც ბი არც watch out არც არაფერი და ესე ვქენი და ყველა მე
ისწავლეთ ბრიტანეთში ჩვენი გასული პროგრამით. მე ხოლმე ამბობდი რომ ანასტასია ლესბოა და აი 3 წელი დამჭირდა რომ ალბათ რომ ენა რო ვისწავლე მის შემდეგ აღარ მამბულინგემ ანუ უკვე ანასტასია და საჭირო არა რომ ძალიან ხო დაგეხმარა ეს ისტორია. ძალიან ნიკასაც ვეტყვი რომ ჩაწოლილი აღარ იყოს და ვიტყვი რომ ეს არის inspiration-ი აი არა უბრალოდ მაგ მომენტი და თუ გინდათ ამოჭერით თუ გინდათ არა მაინც ვიტყვი რომ ჩემი არ ვიღებთ ამას არ იღებთ ვიღებთ აი ტელეფონით მეგობრები მიიღებენ და ჩემი ის დავსვი 7 ეს კარგი, იმას ვიტყვი, რომ კი, ბულინგი ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ეხლანდელი თაობა, რომელიც უფრო ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ანუ მარტო ნიკაზე არ არის, ზოგადად მინდოდა ჩემი სახელიდან რაღაცნაირად წამოსულიყავი აქამდე. და მიმაჩნია, რომ მშობლებზეა მაინც ასე თუ ისე დამოკიდებული რა, როგორ ასწავლი. მე ხო არ ვაბულინგებ სხვას, იმიტომ რომ, მეც გავიზარდე მასწავლეს. ყოველ შემთხვევაში იმის თქვა მინდა, თუ არ ამოჭერით, რომ მომავალ მშობლებო, ცოტა მეტად მიაქციეთ ბავშვებს ყურადღება, რომ არ დააბულინგონ სხვები. აი მარტო ეგ არის. ხო, კაი მესეჯია. მადლობა. სერიოზულ ნოტაზე იმას დავამატებ, რომ ჩემი აზრით ბოლოს მაინც იქამდე დადის რაღაცები რა ნორმალიზდება. და ბულინგიც იმაზე არის დამოკიდებული, რა დანორმალიზდება და რა იქნება არანორმალური და თუ ბევრი მშობლები, ვისაც ისეთი სახელი ქვიათ, მაგალითად გოგოს ბიჭი სახელით ბიჭის გოგოსი, თქვენ შულებს ეს თუ ეგეთ სახელებს დაარქმევთ. გონია ეს უფრო ნორმა გახდება მერე და შემოწმოთ ბულინგის მოთხოვნაც შემცირდება საზოგადოებაში. არც ბაღის მოსწავლეების საზოგადოებას რატო ეძახი, მაგრამ თუ ბევრი გოგო ნიკა გვეყოლება, ჩვენ შეიძლება ვერ მოვესწროთ, მაგრამ ჩვენი შვილიშვილების თაობას მგონია რომ ვეღარ დააბულინგებენ რა. მართლა ესე მგონია რა. მართლა? ერთ გოგოსაც გაგახსენებთ ნიკას კალანდაძე მომღერალია. ნიკა კალანდაძე. ой, ხედავთ რამდენი ყოფილვართ. ვაფშე არ ვიცი ვინ არის. დიდი მადლობა. მადლობა ნიკა. მართლა ძალიან კაი მესეჯით იყავი. მადლობა დიდი. მადლობა და ნათქვამი. აპლოდისმენტები ნიკას. რა პრობლემა? ნახე რა პრობლემა. ჩემი პრობლემა ისაა რომ პრობლემა არ მაქვს. მოჯმა. საქმეების მოლევაო ისეთ გეუბნება Excel-ში რაღაცეებს შევიჭერდეს. არ შემაწუხოთ. ტასკები მაქვს, ტასკები მაცადეთ. გამარჯობა. გამარჯობა. აპლოდისმენტები. ჩართე მიკროფონი მანდიდან. ჩართე. კი. ოკეი. ალექს ხო? კი, მაგრამ რა ქვია? ალექს, ლექსო, ექსო და ვაჟასაც მეძახდნენ ხოლმე. ვაჟა. ლაშა თუ ვაჟა? ვაჟა. რატო გეძახდნენ ვაჟას? როგორ? რატო გეძახდნენ ვაჟას? ერთხელ შეეშალა ჩემს რეპეტიტორს ჩემი სახელი და სიამოვნებდა როცა მეძახდა ვაჟას. და არასდროს ჩაუსწორე. არასდროს არ უსწორებდი, სიამოვნებდა. თან ყველა იცინოდა, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ლექსო არ. ლექსო ხარ კაცო? მე თვითონაც მერევა. როგორც გაწყვეტ, მაგ და ჩამოვთვალე. ლექსო, კექსო შეშემა. კი. რამდენი წლის ხარ ასაქმიანობ? 20 ვარ. საქმიანობ ოპერაციულ სისტემებს ვაწყობ, ჩემთვის გასართობად. მიყვარს რაუტერების საწყობა. რაუტერების? ხო, იმიტომ რომ პარანოია მაქვს სასწაული. თუ ჩემი გაკეთებული არის ხელსაწყო, მიჭირს ხმარება და ნდობა. მიკროფონით როგორ ხარ ახლა? მეშინია, ძალიან. იმედი არ იწერება არსად. რის რა შემდგომარეობს შენი შიში ტექნიკასთან მიმართებით ვერ მივხვდი. ტექნიკა არ ვიცი, ალბათ ცნობილი ფაქტია, რომ Google, Facebook-ი და მსგავსი კომპანიები ძალიან ბევრი ინფორმაციას აგროვებენ. და იმის შიში მაქვს, რომ ოდესმე ვიღაცა დაჰაკავს მაგათ სერვერებს და ჩემი ინფორმაცია მანდ იქნება. და რა გაქვს აიდუმო? როგორ შინია? არ ვიცი. გართობა თავისებური. არ ვიცი. მაგრამ არა, პატარაობიდან მეშინია თავის დროზე ვიღაცა გავიცანი Discord-ზე და Discord-ზე. Skype-ის პონჩია დაიკიდე. ხო.
დაუბლოკე ეგ ადამიანი Discord-ზე და არ საიდან მამაჩემს წერს, რომელიც ესპანეთშია. ბატონო თენგის, თქვენი შვილი კარგად არის? ხოჯანზეა, ხო ცხალია. ეგონა რომ მოუკვდერა და დაუბლოკე და იმის მერე მაქვს შიში რომ შეიძლება ამ ჩემი ინფორმაციით ვიღაცამ იგივე რამე გამიკეთოს. რა რეაქცია ქონა მამაშენს რა მოხდა მაგ დროს ოჯახში? ყოველთვის ადეკვატური რეაქცია აქვს. შავკანიანი შეყვარებული ყავსო? მეთქი საიდან მოიტანე თქვა და არა, აქ რაღაცა გოგო მომწერაო, საკმაოდ ლამაზი არისო და გირჩევა რომ გაგრძელო მაგასთან ურთიერთობა. მეთქი არ მინდა თქვა, იმიტომ რომ თან ყველგან მიძრებოდა ყველა. არ ვიცი როგორ თქვა. ტვინში მიძრებოდა. რამე ურთიერთობა გქონდათ, ანუ long term relationships რო ეძახიან. ის რა ქვია, ერთხელ მე მგონი Reddit-ზე დაპოსტა რომ ტელეფონის შეკეთება უნდა და მიუწერო მეთქი Discord-ზე თუ გინდა დაგეხმარებით ხო. და მერე? დავეხმარე და მე მგონი მეგობრები არ ყავდა და 24 შვიცე მწერდა. 24 შვიცე და ერთი დღე რო ჩამეგდო, არ ვიცი, გადაფსიხდებოდა, რომ რანაირად არ მწერო მეგობრები არა ვართო და დაიღალე და დაბლოკე. თან და ზოგადად არა ვარ ესეთი სოციალური ადამიანი. ის ხო კომპიუტერში არის და მთლად როგორ? ანუ კომპიუტერში არის, ანუ რა უნდა გააკეთოს. მამის მიწერა იქ. მამაჩემს მიწერა და მეშინა და დედაჩემისთვის მიეწერა და დედაჩემ ინგლისური არ იცის და იმის თარგმნა ცალკე სირთულეა. შენ რო გეძახის გადასათარგმნოთ რაღაცის. როგორ? შავკანიანი გოგო, შენ რა გიძახის? არ მესმის. მაპატიეთ. მიდი, თქვი შენ ცოტა ყრუცა ვარ. შენი ის შენში არა პრობლემა. შავკანიანი გოგო რა გიძახის? როგორ რას გეძახის? რას გიძახის? სკადა. ჰა? ისკანდერი. სკადა, იმიტომ რომ ეგრე მეწერა Discord-ზე და მე აღმოაჩინა რომ თურმე ალექსი ვარ რაღაცნაირად მამაჩემის იმეებიდან Facebook-დან. არ ვიცი. ანუ მაგას ამაშენს დღემდე ის აქვს ხო რაღაც მოკითხვა და ჩახუტება და თენგიზი და დიშაილა. დიშაილა. ასევე არ ვიცი, ეს ცოტა რო გადავუხვია, შემიძლია დავამატო რომ ესპანეთიდან ვარ ჩამოსული და ცოტა მიჭირს ხოლმე ქართული. იქ ცხოვრობდი ესპანეთში? იქ ცხოვრობდი, იქ გავიზარდე. ესპანური იცი? Sí puedo hablar en español sin dificultades, sin nada. Pues no es un problema si Joder, quieres, es que no sabía. Sí, tú si quieres te puedes continuar. Bueno, hace unos creo que 7 años tenis. Sí, what the fuck? არ გითხრა რაღაც. 7 წელი ლაპარაკობდი ამ გოგოსთან? არა, პოიმე. ამერია, მეთქი რამდენი ხანი ლაპარაკობ ესპანურადო. გავგიშდი არა, მეთქი. ამ გოგოსთან. ხო, არა, აქვე მაგოგოსთან მე მგონი 2 კვირა. და 2 კვირის შემდეგ გასკითხა შენ მამაშენ? ხო. როგორ იპოვა მამაშენს? აზრზე არა ვარ, მართლა ელემენტარული წარმოდგენაც არა, მაგრამ დღემდე ვერ ხვდები რანაირად შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ და საიდან მოვიდა ის მესიჯი? მამაჩემს მიკროტალღურიდან. საიდან? Facebook-ზე მივიდა მამაჩემს ეგ მესიჯი. მოიცა, მაგრამ შენ Facebook-ზე ქონდა ის გოგო? არა. ნუ, ოკეი, სტოლკერი ქონია. ხო, კი. ოკეი, მაგრამ არა უშავს. ადრე მეგონა რომ მაგარია როცა სტოლკერები ყავს, მაგრამ თურმე რატო გეგონა რომ ეგ მაგარია? რომ ვიღაცა დაინტერესებულია შენით, რომ მართლა აინტერესებს რას როგორ აკეთებ. კაი, ნუ გაკვეთილი რა არის აქედან, რომ ალბათ Discord-ზე ტელეფონი არ უნდა გაუკეთო. არანაირად. მაგრამ თავიდან შენი კატა არ ჯვავდა შენი. ხო, ჯერ არ ვიცი. საიდან მოვედით ამ? მეც რატო ლაპარაკობდით ესპანურად? ჩემი კატა ჯვავს ჩემი მშობლების საწოლში და continue in español. როგორ? ეს ესპანეთში ხდება. არა, ეს არის კარგი კომუნიკაცია. გერდა საუბარი. 7 წელსაც ჩამოვედი. ხო, არა, 7 წელსაც ჩამოვედი საქართველოში და აბსოლუტურად არანაირად არ ფლობდი ქართულს და დროთა განმავლობაში თითქოს და ჩემი ბუშტებით ბაბლ შევიქმენი რომ მარტო ესპანურად ნახულობდი ინტერნეტს და დიდეთ არავითარ არ მეგობრობდი და ალბათ მე-8 კლასში დავიწყო უკვე ხალხთან კომუნიკაცია ქართულად და მაგის გამო პრობლემები შემექმნა და ოჯახის წევრმა ჩათვალეს რომ ალბათ კატა უშველის ლექსოს ალბათ მოეფერება და ცოტა ემოციებს გადმოიტანს ამით. ერთხელ შემოწმამ რაღაცაზე მესწერო
და ამანაც რანაირად გაბედაო და ღამე ავიდა ამის ოთახში, მოილი აბსოლუტურად ყველაფერი, დაბომბა აბსოლუტურად ლოგინი და ის აქ ეგრე ეგეთი რევენჯი აქ. და მე ჩამოვიდა ჩემთან და ისევ გააგრძელა ჩემთან ძილი. და მე დედა ჩემა ეჩხუბა მაგაზე და მე დედა ჩემსაც მოუვლია საწოლზე. მოიცადე შენ რატო არ გეტავთ კარებს როცა გძინავს? როგორ? როცა გძინავს რატო არ გეტავთ კარებს? იმიტომ რომ მე შუაღამე შეჭამა მოუნდეს და ხაჭნის იმ კარებს ბოლო ხმაზე და მე ვეღარ მძინავს. აკეთე შენ ოთახში მე ის რაღაცა ის აპარატი იყიდება. არ ვიცი, ძლივს ყოფნის ხოლმე შაურმის ფული და მაგისთვის ვერ გავკაჩავ. ნუ ეს კარგი სოლომონები გიცვია, არ გიტყოდი რომ რაღაცა გიჭერ ძალიან. ოკეი. არა, იმიტომ რომ ჩვენ ეგრე ვაკეთებ, ჩვენ მე მყავს ძაღლი და ძაღლის დიდი სტრესი თუ აქვს, ხანდახან შეიძლება რომ ფისი გააკეთოს სადმე, მაგრამ ჩვენ ახლა ყველა კარებს დავკეტავთ და დავტოვებთ მხოლოდ აბაზანა ღია და აბაზანაში გვაქვს სპეციალური ის მოკლედ რაღაცა მოსამსახურეები. დიახ. ხო იგადა მიდი, რა ქვია, კუკი, ხო? მიდი კუკი მოფსიკი. მადლი ჩვენზე. რა გაქვს, ხალიჩა გაქვს ხო რაღაც? ხო. და იქ ხუმრობა იყო. და იქ შვება. ერთი სხვათა შორის მოვიფიქრეთ, რომ ჩემი იდეა იყო სხვათა შორის უზარმაზარი ცელოფნები ვიყიდეთ და გადააფარეს ამ ლოგინებს და თუ მოილევდა აიღებდა ცელოფანს და გადაყრიდი და თვითონ როგორ წვებოდნენ მე და მუღამა და ამ ცელოფანს გვერდზე წევს და მე ისაილევდა და მოიცა უბრალოდ კატარი ხო მართლა კი კაცი რო იყოს რაღაც ჩაცმული რო აქვს კატის ფორი არა განავალზე მივხვდებოდი მოიცა გეტყვი ეს პერვერტი რო ყავს. ჩემი მშობლების ლოგინში ჯობს. რანაირად უნდა გადაწიოს კატამის ცელოფანი. მე ვერ ხვდები. ის რა ქვია, ეთყობა კიდევაც კლანჭებს არჭობს და გადმოაკთან. სხვათა შორის შენ შეგიძლია მაგიდის კლიონკა იყიდო, რომელიც არის საკმაოდ ლამაზი და არა რაღაცა და წყალგამწვავი როგორ ის და კლიონკაზე დაიძინონ მშობლებმა? არა, ზე. ზე. მე მგონი კარგად დავაგდა. უნდა იყიდო, ან თუ გინდა არ იყიდო და შენ თვითონ გააკეთე, იმიტომ რომ ხო გიყვარს რაღაცების გაკეთება. ნუ როუტერიდან იქამდე რომ საჭმელი თავისი ჩამოიყარო. მაგას მოვიფიქრე. ის არის ხო, მაგრამ мотивация იქნება, შეგიძლია ეგეთ რაღაცა აწყო და შენთან გააკეთე იმ პატარა საწოლის მაკეტი. მადლობა დიდი. ეს რომ არ იყავ. გვეხართ. და გესმით. ეს არის მე უნდა წარვადგინო თავი. მინდია ასაკი პროფესია ბევრი სცენარისტი, მაგრამ ასევე მწერალი. რა პრობლემით ხარ მინდია? ეს კი ანუ მაქვს გაუცნობიერებელი არარაციონალური, ზოგადად რაციონალური ადამიანად მიმაჩნია თავი, მაგრამ მაქვს არარაციონალური შიში რაღაცების, რისიც წესით არ უნდა მჯეროდეს. მაგალითად, მოჩვენებების, ეგზორციზმის და მსგავსი რაღაცების. რაც ანუ ისევ და ისევ მესმის რომ ეგზორციზმი. არა, ის მეორე ghost-ები რო არიან. ghost-ები რო არიან, ხო. და რაც ანუ მესმის რომ ყველაფერი, მაგრამ მაინც იწევს ჩემში პირველ ყოფილ ძრწოლას. მეშველეთ რამე. და ქონია რამე გინახავს მოჩვენებები ან რამე? ანუ რომ მენახოს ალბათ რაციონალური შიში იქნებოდა. და მოგიყვებოდით რომ მეგობრებო მოჩვენებები არსებობენ. და თქვენც ვიტაგეშინოდეთ რაღაცა კუთხით. უკაცრავა და რითი გასხავდება? გახსოვს ის ბიჭი რო იყო და კუნილინგუსზე რო იყო საუბარი? ეს სხვა პრობლემა. მინიმუმ იმით რომ მოჩვენებებზე. მოიცა ის ბიჭი რაზე იყო? რაღაცა
ვაჟა, წუხელ შენ იყავი, არა. რეიკი, არ არის იგივე როგორც ის, სიტყვა? უბრალოდ რაღაც სიტყვებს ამბობ ხო ანასტასია. ზოგადად. მაცივარი ხაჭაპური. ალბათ რისიც მეშინია არის ის რომ აი წარმოიდგინე რომ ღამეა და სახლში ვალ მარტო როგორც ვარ ხოლმე და ყურებს სიბნელეს და ვიცი რომ არაფერი არ არის ამაში და შემდეგ ჩემი ტვინი ფიქრობს რომ ეხლა თუ რაღაცა ამ სიბნელეში დავინახე და უცებ დავიჯერე რომ რაღაცა ზებუნებრივი არის აი მაგ მომენტის მეშინი ანუ ის რომ ჩემი ტვინი უღალატებს ჩემს რაღაც რაციონალურ რწმენას მესმის მაგ პრობლემის მე მგონი ეს არის ფსიქოზი ხო შპოტვის აშლილობა შპოტვის ხო არა შპოტვითი რაღაცებიც კი არის მაგრამ ანუ სპეციფიკურად ზებუნებრივ რაღაცებზე არის ანუ დიდად არ მეშინია რომ არ ვიცი ბინა ჩამომენგრევა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრჯერ მომსვლია რაღაცა რაც ჩემს ბინას აი სხვა შორის ეხა მივხვდი ბოლო 2 წელში ხანძარი იყო ესე იგი წყალი ჩამომივიდა ესე იგი გაზი დაგროვდა და ლამის აფეთქდა და მეორე პატარა ხანძარი იყო. კალიები იყო? კალიები. მოიცა შენ კალიები და რძეს რო ვასხავდი სისხლი გადმოდიოდა. ეს შენი სახლი? ჩემ ბინაში მოხდა ეს ერთი ვიღაცის სახზე ყვება. არა, შენ კირაობ თუ შენ სახლი? ვიკიპედიაზე წავიკითხე რაღაცა. ხო, ხარ, ანუ ერთი წლის განმავლობაში მოხდა ყველაფერი ჩემ საცხოვრებელ ბინაში და ერთი წლის წინ რამე მოხდა ეგეთი რის გამო შეიძლება რომ ბევრი ეგეთი მოხდარიყო? რუსული კანონი შემოიღეს. ჩემთას არა. ერთი წლის წინ აფერი არ მოხდა. ანუ რო ვიყიდე ეს ბინა 2018-ში. ბინა იყიდე? ვაუ. ანუ 2018-ში ავიღე იპოთეკით. იპოთეკით. მაგრამ დავფარე უკვე. დაფარე უკვე? ვაუ. 7 წელიწადში. მაგრამ პატარა ბინაა. ანუ ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავს. მარტო მე ვხვდება ის რეკლამები, გადაანაწილე იპოთეკა 23 წელზე და რომ უნდა მიხაროდეს 23 წელი. 7 წლიანი იპოთეკა პირველად გავიგე. მერე? ხო და პირველ კვირაში ჩამოვიდა წყალი. და მეზობელმა გაუშვა რა. და მე რო ავედი ძალიან დავპანიკდე, იმიტომ რომ ახალი ბინა არის, ახალ ბინაში რო შედიხარ, ფიქრობ რომ წყალი არ უნდა ჩამოდიოდეს, მაგრამ ჩამოვიდა. და მეორე 2-3 დღის მერე ისევ წყალი ჩამოუშვა მეზობელმა. მე ერთ თვეში ძლიერი წვიმა მოვიდა და ძალიან ძლიერი წყალი ჩამოვიდა. ასევე არაფერი ზებუნებრივი აქ არ არის, უბრალოდ ცუდი ჭერია. ბოლო სართულზე ცხოვრობ? რა არის? ბოლო სართულზე ცხოვრობ? ანუ მიწის ის არის რა, ცოტა იტალიური ეზოსავით არის. თუმცა შემდეგ გვერდზე მეზობელი რემონტებდა ბინას, თავის ბინას ახლს. აი ის არა, კედელზე. იქ ესე იგი მავთული რაღაცა დარჩა ჩართული და როდესაც ღამე იყო ძალიან შემთხვევით გავედი გარეთ და გავიგე რაღაც უცნაური ხმა ისეთი რაც ნავისი უბრალოდ მე უცნაურა და შევიჭრიდე და კოცონიერინთო შუა სარემონტო ბინაში და დავიწყენ გრევა კარის. ოღონდ პირველი რაც გავაკეთე მართლა სიმართლეს ხო პირველი რაც გავაკეთე ოღონ გრევა სხვა კარის დაიწყე. ხო არო არა სიმართლე არის ანუ ძალიან რო დავიბენი მეთქი ხა ვინმეს დახმარება ვითხოვე გავიქეცი და საკუთარ კარზე დავიწყე კაკუნი. მინდია გამოდი უშველო მე უკარო შედიხარ რა. ხო სახლი იცის. კი ეგ ფსიქოზი არის. ხო და მე მეორე მეზობელი გამოვიდა და ისიც ძალიან დაიბნა და აი ხო ქვა კარს რომ იმ ბინისა სადაც იწოდა ეს ყველაფერი აი ხო ქვა და დაარტყა სახელურს მოძრა სახელური მაგრამ კარი ჩაკეტილი დარჩა და მე ფანჯარა შევანგრიე და რაღაცნაირად იქ მე მოვიდნენ ისინი რა ქვია ცეცხლმაქრობები თუ რა ქვია მეხანძრეები და ერთი სადღაც თვენახევრის წინ სადღაც ესე
მოხდა ესეთი რაღაც რომ მეზობელი მყავდა რომელიც გარდაიცვალა და მისი ბინა იყო დაკეტილი და ანუ ესეთი რაღაც მოხდა რომ მისმა ნათესავმა დაწყევლილია ეგად ხო მაგრამ მე რო შევედი მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი მანამდე არ ხდებოდა არაფერი ეგეთი მანამდე ალბათ არ ხდებოდა დგას ეგ სახლი ჩვეულებრივად შენ არ გინდა რომ ეს ბინა რო გაყიდო იცი რა მე მაგ ჩემს სახზე ისტორია გინდა გითხრა აუცილებლად აქ ხო მაგისთვის ვარ ხო მე ჩემს სახზე მოვყვე ერთმანეთს სახლებზე რო ვილაპარაკოთ მაგით მე ერთი შიში მაქვს მაგალითად რომ სარკეში ხელს რო ვიბან ხო ძალიან მიყვარს ხელის დაბან ხელს რო ვიბან ხელს ბუზივით რატო ვიბან შენ იმისთვის არ ხარ აქ რო ვიხუმრო ესე იგი ხელს რო ვიბან სარკე ხომ აქვს წინ და რო ჩავიხედოთ და რო ავიხედოთ და მამა შენი დაგხვდეს მოდეში სხვა გამომეტყველება რო დამხვდეს ჩემი სხვა გამომეტყველება ბედნიერი რო იყო ეგეთი რა დავხე კი ხო არა ეგეც არის ანუ ეგ და ერთხელ ჩემთან სახლში ამოვიდა ერთი ქალი როცა მე დოქში არ ცხოვრობდი მაშინ მან და ამოვიდა და რაღაც კედელთან მივიდა და თქვა ამ სახლში ვინც ცხოვრობს ყველა დაწყევლილი იქნებაო შენ სახლზე თქვა არა სხვის შენ სახლზე ფიქრობ რომ შენ რო თქვი რუსულ კანონზე სხვადასხვის რომ მე მგონი ჩვენ ყველა გვაქვს ჩვენი ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური ფონი ცოტა დანძრეული როგორი სიტყვა ანუ როგორ არის რო ცუდად გვაქვს საქმე რეალურად რომ უფრო ნერვიულობთ ხო რა ხდება მსოფლიოში ჩვენ ქვეყანაში რაღაცა მაგიტო შეიძლება რომ შენი ის შპოთვა უფრო მაღალ დონეზე ამოვიდა მაგიტო შენ შეამჩნია იმდენ რაღაცას ერთ წელიწადში ისე ვთქვათ ანუ ხო მე შევამჩნია რომ ხანძარი წაეკიდა ჩემი მეზობლის სახლს და მე წყალი ჩამოვიდა ანუ შენ შემეძლო რაღაცა მომენტები ახლა არ ვამჩნევ ხან მგონია ბარბეკიუ აქვს ვიღაცა არა ნუ ეს მეზობელი იწვება ამ დროს არა საუნა აქვს შავი საუნა აი ჩემ მეზობლებს უყვართ გასო ცეცხლში დომა პოზიტიურზე კონცენტრირდეთ არა შენ ხო ამბობ რომ ეს პარანორმიულ რაღაცეები არის არა ანუ მე ვამბობ იმას რომ ამასთან დამოუკიდებლად ანუ ეს უბრალოდ ესე მიეწყო მაგრამ ზოგადად რა ფობიაც მაქვს და არ არის რაციონალური ფობია ჩემი აზრით აი ეს არის რასაც ვამბობ რა რჩევა არის ის რომ ანუ ძალიან მარტივია მაგასთან ბრძოლა უნდა გაბედო და გახვიდე გაიარ გამოიერო ნახავ ყველაფერს რომ არსად არ არის არც მოჩვენება არაფერი და რა შეხვიდეს ნო არა მე მაგალითად მე ეგრე მასწავლა მამაჩემ რომ უნდა გავიდე მან და ნახო დედა მოთხრული მოჩვენ გაი რა თქვი როგორ არა იმიტომ მე ხლა და შენ მე ვერ შემაშიდე მე ბედნიერება ნო ბედნიერება არა მე მაგალითად მაქვს შპოტვის საშლილობა ეხლა ოღონდ ფსიქოსთან ახლოს ვარ იმიტომ მე მშობიარობის შემდეგ მაქვს ძალიან მაღალი ცნებები და მე რაღაცა დამეწყოთ ვფიქრები რომ ნუ ალბათ ამ ცნებებისგან უნდა მოვკვდე და სულ სიკვდილზე ვფიქრობდი ოღონდ მართლა და ნუ ჩემი თერაპევტთანაც დავდივარ და რომ ვუთხარი ჩემ თერაპევტს რომ ვფიქრობ რომ ნუ ალბათ ღამის მანძილზე მოვკვდები იმიტომ რომ ნუ ღამე არის ეგეთ ცოტა რთული დრო და ჩემ ბავში ძუძუს როცავს და ძუძუ რომ მოუნდება და არაფერი არ გამოვა და მე დაიწყებს ტირილს ალბათ ჩემი მეუღლისთვის უნდა დავტოვო რძე ხელოვნური რძე რომ რამე მისცეს ჩემ ბავშვს სანამ 112-ს დარეკავს და ჩემი სხეული წაიყვანენ მიყვარს რომ იუმორისტული შოუ არის არა ოღონდ ეს არის არა ნუ ეგ არის სინამდვილეა და მე დამინიშნეს წამალი და მე ვფიქრობ რომ შენ რასაც მე ვსვამ იმას რასაც შენ სვამ დიახ დალიეთ წამლები მეგობრებო არა შენ უნდა გაგიზარდოს ეს 2/3 უნდა დალია 2/3 უნდა დალია ოკეი არა იმიტომ რომ ეს ნუ ეგ ანასტასია მე დავიწყებ ხვალიდან ტრიტიკოს 1 მთლიანი
ბიზდალევას და როცა ჩემი ფსიქოლოგი მკითხავს რომ რატო დაქენია მეთქვი რომ ანასტასია ბენთუკიძე ნება მომცა არა დაელაპარაკე შენ დოზის გაზრდის არა დაელაპარაკე დოზაზე შენ ეკითხან ანუ არა მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი აქვს რაღაც ნაწილი, ანუ მნიშვნელობა. მაგითო გეუბნები, რომ 1/13 კი, არა, მე მესმის ახლა ფოტიკი რა თქმა უნდა ის არის, მაგრამ რეალურად რაზაც კონკრეტებდი არის, რომ აი სპეციფიკურად რატო კონდენსირდას თავი დავნებოთ, რატო კონცენტრირდა ყველაფერი ეგზორციზმსა და მოჩვენებებში, რისიც მე არ მჯერა, ოღონდ ემოციურ დონეზე მეშინია. აი ეს არის ჩემს გაუგებართო შფოთი მესმის. რაც ალბათ ალბათ სხვაგან უნდა იკითხო. მე მაქვს ცოტა ეგეთი სისულელი რჩება, რომ შენ შეგიძლია თემოზე იყიდო ის შუკი, რომელიც ესე რო შვება, ესე რო ჩართავს, ანუ შენ შეგიძლია დააყენო სხვა ადგილებში, ანუ შენ შეაწუხო მეზობლები. ანუ შუკი ჩართება და შენ დაინახავ, რომ არავინ არ არის. ოკეი. კონსუმერიზმით ამოხსნა ყველაფრის მადლობა. და რამე ხო არ ვთქვათ კიდე. არ ვიცი, რამე ხო არ უნდა თქვათ. რამე წიგნი ხო არ წაგიკითხავთ ბოლო პერიოდში. ძალიან კაი, მე არ წამიკითხავს. მაგრამ ბექა ყორშიას თუ დავეყნობით. ნიკა გვარამია სიტყვები ეს. თუ დავეყნობით ბექა ყორშიას, არის ძალიან კარგი საკითხავი წიგნი და ასევე სიამოვნებით იცხოვრებდა მაგ სამყაროში. რო არ დავაბნიოთ ჩვენი აუდიტორია, ეს ფლაგი იყო, ანუ პრომოუშენისთვის ამოვედი აქ ჩემი წიგნის, რომელიც არის კომიქსები. გარეთ იქნება სტენდი მინდი არაბულის წიგნის საუკუნო უკუნი და ვისაც სურვილი გექნებათ, შეიძინეთ ძალიან კარგად ხატავს რაღაცებს თვითონ. და ხელმოწერებისთვის ვიჭდები თუ ვინმეს გაქვს. ძალიან კარგი ხელმოწერები აქვს. მე ხელმოწერისთვის ვიყიდე. კარგი, მადლობა. მადლობა მინდიას.